ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი იერიშების დროებით შეჩერებასა და კატარში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ირგვლივ არსებული დავის გადასაწყვეტად. შექმნილი ესკალაციის განსამუხტად დელეგაციები დოჰაში სამშაბათ შეხვდებიან და ასე შეეცდებიან ჯერ ისევ სუსტი პირველადი შეთანხმების დაცვას, რომელიც 17 ივნისს გაფორმდა და 60 დღის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირების სრულად დასრულებას ითვალისწინებდა. მასშივე განისაზღვრა, რომ მთელ ირანს ჰორმუზის სრუტაში კომერციული გემებისთვის მიმოსვლის საშუალება უნდა მიეცა, ვიდრე ვაშინგტონი მას საზღვაო ბლოკადას შეუჩერებდა. კატარში დათქმულ შეხვედრას რამდენიმე დღიანი სამხედრო ესკალაცია უძღოდა წინ, რომელმაც მხარეების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს ჩრდილი მიაყენა. კერძოდ უქმეებზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამიზნებზე იერიშები ისევ განახორციელა, როგორც მოგვიანებით ითქვა კომერციულ გემებზე განგრძობადი აგრესიის პასუხად. ირანმა ამ დარტყმებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე იერიშებით უპასუხა ქუვეითსა და ბაჰრეინზე, რასაც ნგრევა მოჰყვა. خب دشمن به هر حال همونطوری که ما قبلا هم پیش بینی کردیم. როგორც თავიდანვე ვამბობდით, მოწინააღმდეგის ნდობა არ შეიძლება. ის შეთანხმებებს არ იცავს და მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია პროვოკაციულ ქმედებებს მიმართოს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ მტრის ნებისმიერ ქმედებას პასუხი გავეცით და კვლავაც გავცემთ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ დაარღვევს საკუთარ ვალდებულებებს, ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება. و هر بار هم تکرار میکنیم که اگر دوباره შაბათს დონალდ ტრამპმა გაიმეორა მუქარად ტოტალური სამხედრო მოქმედებების შესახებ ირანში, თუ დათქმულ დროში ჰორმუზის სრუტაში საზღვაო მიმოსვლა სრულფასოვნად არ აღდგებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თან დააზუსტა, რომ ირანი აღარ იარსებებდა, თუ ვაშინგტონს იძულებულს გახდიდა ომი გაეგრძელებინა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებებისას დელეგაციები ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც ჰორმუზის სრუტაში მიმოსვლის უზრუნველყოფა დაევალებოდა. კომუნიკაცია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უნდა შემდგარიყო. თუმცა მედია წერს, რომ კვირას ეს ხაზი ჯერ ისევ უმოქმედო იყო. პრეზიდენტის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს. მოლაპარაკებები გრძელდება, მათ შორის ტექნიკურ დონეზე განიხილება იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი. თუმცა ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი გავლენის ბერკეტები დღითიდღეს სუსტდება. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები აქტიურად ქმნიან ჰორმუზის სრუტის ალტერნატიულ მარშრუტებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ტრანსპორტირებას გაფართოებული მილსადენით ახორციელებენ, ხოლო საუდის არაბეთიც აფართოებს საკუთარ ნავთობსადენს. ჩვენ შევცვლით რეგიონში ჩვენი სამხედრო ბაზირების სტრატეგიას. ზოგი ობიექტი დამატებით იქნება გამაგრებული ნაწილი მიწის ქვეშ განთავსდება, ზოგი კი სხვა ადგილას გადაინაცვლებს. შესაბამისად, ბერკეტები, რომლებიც ირანს დღეს გონია, რომ აქვს, სულ უფრო სწრაფად კარგავს ძალას. ირანს არჩევანის გაკეთება მოუწევს. მას შეუძლია პასუხისმგებლიანი სახელმწიფო გახდეს ან გააგრძელოს ეს გზა, რომელიც სრულ განადგურებამდე მიიყვანს. და არავის ეგონოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მიზნის მისაღწევად რომელიმე ვარიანტს გამორიცხავს. ეს მხოლოდ ჩვენი მიზანი არ არის. ეს მთელი მსოფლიოს მიზანია, რომ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. To achieve not just our aim, the entire world's aim that Iran never has a nuke. დიპლომატიური წყაროების თანახმად, თავდაპირველად მხარეებს შორის სამშაბათს დათქმული ახალი შეხვედრის ჩატარება შვეიცარიაში იგეგმებოდა და ადგილზე ბირთვული საკითხიც უნდა განხილულიყო, თუმცა საშიში სამხედრო კონფრონტაციის შემდეგ ცვლილებები შევიდა როგორც შეხვედრის ადგილში, ისე დღის წესრიგშიც. დოჰაში შეხვედრა ამჟამად ორივე მხარეს დადასტურებული აქვს.